თურქეთის სირიაზე გავლენას აძლიერებს. რაბედიელის ღაზას სექტორს და 2 მილიონ პალესტინელს. ტრამპი დანაპირებს ასრულებს. მიგრანტები ამერიკიდან ეტაპობრივად გახტავს. ვინ იყო კაცი, რომელმაც გერმანული სადაზღვევო სამსახური შექმნა? ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. სირიის ახალმა ლიდერმა აჰმად ალ-შარამ პირველი საერთაშორისო ვიზიტები განახორციელა. იგი ჯერ საუდის არაბეთს, შემდეგ კი თურქეთს ეწვია. მოგეხსენებათ, ეს ორი ქვეყანა ასადის რეჟიმის დამხობის მთავარი ბენეფიციარია. ამ ქვეყნებში სირიის ახალი მეთაურის სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სირიის მომავალი სწორედ მათ ხელშია. გარდა იმისა, რომ ეს ვიზიტები ალ-შარას ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს, მას სურს ამ ქვეყნების დახმარებით სირიას მრავალწლიანი სანქციები მოეხსნას და ქვეყნის აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთონ. როგორც ცნობილია, ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა სირია გააპარტახა. აღსადგენია ინფრასტრუქტურა, ასაშენებელია საცხოვრებელი სახლები და სოციალურ-ეკონომიკური ობიექტები, რასაც დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. საუდის არაბეთისა და თურქეთის ლიდერებმა სირიის ახალ მეთაურს დახმარება აღუთქვეს. ამ ორ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის პრეტენზია აქვს და სირიაზე გავლენა ამ მისწრაფების კომპონენტია. ამავდროულად მათ სირიის ენერგო ინფრასტრუქტურა აინტერესებთ ძალიან. თურქეთს სირიის ნავთობის საბადოები, საუდის არაბეთს კი სირიის ტერიტორიაზე ნავთობსადენის გაყვანის იდეა ხიბლავს, რომელიც მას ევროპასთან დააკავშირებს. თურქეთს ასევე სირიაში თურქეთის სამხედრო ბაზების აშენება სურს. ანკარის შეხვედრაზე ეს საკითხიც განიხილეს და სირიაში თურქული ავიაბაზის მშენებლობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ერდოღანი სირიელ ლიდერს ახალი არმიის შექმნაში დახმარებას დაჰპირდა. თავის მხრივ აჰმედ ალ-შარამ მადლობა გადაუხადა ერდოღანს ასადის ჩამოგდებაში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის ახალი ისტორია დაწერა. სირიელი ხალხი მუდამ გვერდში დაუდგება თურქ ხალხს და არასდროს დაივიწყებს ამ მხარდაჭერას, განაცხადა სირიის მადლიერმა ლიდერმა. სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებით თურქეთი ორ მიზანს აღწევს: გავლენას რეგიონზე და სირიელი ქურთების გაკონტროლებას. 2017 წლიდან თურქეთის სამხედრო ძალები სირიის ჩრდილო-დასავლეთში ისედაც იმყოფებოდა, სადაც სირიის თურქულენოვან უმცირესობას იცავდა. ახლა უკვე თურქეთი ისწრაფის მთელ სირიაზე გაავრცელოს თავისი გავლენა. ამიტომაა თურქეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები და ერდოღანის ნდობით აღჭურვილი პირი ქვეყნის დაზვერვის უფროსი დამასკოს ხშირად რომ სტუმრობენ. თურქეთი არ მალავს, რომ ახლო აღმოსავლეთის ლიდერის მანტიის მორგება სურს. საყოველთაოდ ცნობილია ერდოღანის ნეო-ოსმანური ზრახვები, რომელთა განხორციელებაში დიდ როლს თამაშობს სირია. სირია გეოპოლიტიკურად უაღრესად ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. ის 400 წელზე მეტხანს იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და თურქეთის ახლანდელ პოლიტიკურ ელიტას თავის ისტორიულ მისიად მიაჩნია ამ დაკარგული ტერიტორიების თურქეთის ჰეგემონიის ქვეშ დაბრუნება. თურქეთი უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნის აღიარებული ტერიტორია. ჩვენ როგორც ერი ქვეყნის ფართობს 782,000 კვადრატული კილომეტრით ვერ შევზღუდავთ. თურქიერი ვერ და არ გაექცევა თავის ისტორიულ მისიას. ოსმალეთის იმპერიის დაცემა თურქეთის ისტორიული ტრამვაა. სირიაში მომხდარმა პოლიტიკურმა აჯანყებამ ანკარა ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ჩააყენა, საიდანაც შესაძლებელია ახლო აღმოსავლეთში წამყვანი ძალის დაკარგული სტატუსის აღდგენა. ეს არის ამონარიდი თურქეთის პრეზიდენტის ბოლო გამოსვლიდან. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ვაშინგტონში
უცხოელი ლიდერის პირველი ვიზიტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუს ერგო. აშკარად ჩანდა, რომ ნეტანიაჰუ კარგ გუნებაზე იყო. ასე თქვა, ტრამპი და მე ერთ ტალღაზე ვართო. მართალიცაა. ნეტანიაჰუ მთლიანად იზიარებს ტრამპის იდეებსა და შეხედულებებს, მაგრამ ის, რაც ტრამპმა შეხვედრაზე გააჟღერა, მისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტმა ღაზის სექტორის მომავლის გეგმა გაამჟღავნა, რომლის მიხედვით სექტორს ამერიკა უნდა დაეუფლოს. მისი თქმით, იქაურობას ნანგრევებს მოაშორებს, ტერიტორიას მოასუფთავებს და მის ეკონომიკურ განვითარებას შეუდგება. ანუ ღაზის მომავალ მაცხოვრებლებს სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მეზობლად მდებარე ქვეყნებში შექმნის ახალ საცხოვრებელ სივრცეებს, სადაც 2 მილიონამდე პალესტინელი დასახლდება. ტრამპის თქმით, ღაზა აღმოსავლეთის რივიერა გახდება. გაოცებულმა ნეტანიაჰუმ ამაზე განაცხადა, რომ ტრამპის იდეები მამაცური და მისაღებია, მაგრამ განცხადებამ უკმაყოფილო აჟიოტაჟი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. ისრაელის გარდა ყველა ქვეყანამ დაიწუნა ტრამპის გეგმა. ახლო აღმოსავლეთის ლიდერთა უმრავლესობამ დაგმო ასეთი პერსპექტივა. ყველაზე კატეგორიული ტონი ეგვიპტის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ლიდერებს ჰქონდათ, მაგრამ გეგმის მთავარი კრიტიკოსები ამერიკისა და ევროპის ექსპერტები აღმოჩნდნენ. მათი აზრით, ამერიკის ლიდერი ისტორიულ და რელიგიურ ფაქტორებს უგულებელყოფს და მოქმედებს არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ბიზნესმენი. ღაზას საკითხში კი როგორც ნამდვილი დეველოპერი, რომელსაც ვერც კი წარმოუდგენია, რომ ასეთ კარგ პირობებში ცხოვრებაზე ვინმე ვარს იტყვის. დასავლელი ადამიანისთვის ხომ ბუნებრივია რაღაც აოხრებული ადგილის აყვავება და იქ შემდეგ ბედნიერად ცხოვრება, მაგრამ ღაზა ახლო აღმოსავლეთის ის ნაწილია, სადაც ისტორია, რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და სადაც საუკუნეებია მტრობა, ზიზღი და გაუთავებელი სისხლისღვრა მძვინვარებს. ახლანდელ საშინელ კონფლიქტს რომ დავანებოთ თავი. ტრამპის გეგმას უპირველეს ყოვლისა თავად პალესტინელები ეწინააღმდეგებიან. ეს მიწა მათთვის წმინდა ადგილია. გეგმა მათ 1948 წლის გადასახლებას ახსენებს, რომელიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით ნაკბა, რაც არაბულად კატასტროფას ნიშნავს. მაშინ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შედეგად პალესტინის მოსახლეობას სახლკარის იძულები დატოვება მოუწია. ნაკბა და პალესტინელი ლტოლვილების მოზღვავება მძიმედ ახსენდება ეგვიპტესაც და იორდანიასაც. 1970 წლის სექტემბერში პალესტინელმა ლტოლვილებმა არეულობა გამოიწვიეს იორდანიაში. იყო მეფე ჰუსეინის ტახტიდან ჩამოგდების მცდელობაც. იორდანია და ეგვიპტე სწორედ ასეთი შემთხვევების გამეორებას უფრთხის. მათი სიფრთხილე კი უბრალო ახირება არაა. ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. ამ დროს კორუფციაში ჩაფლული ელიტა არხეინად გრძნობს თავს და ყველანაირად ცდილობს, რომ ხალხის მძიმე ცხოვრება დასავლეთსა და ისრაელს გადააბრალოს, რაც მოსახლეობის რადიკალიზაციას იწვევს და ტერორიზმს უწყობს ხელს. დასავლელი ექსპერტების აზრით, თუ ტრამპს ნამდვილად სურს თავისი გეგმის განხორციელება, პალესტინელებს მათთვის მისაღები სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები უნდა შესთავაზოს. შესაძლო გარიგების ძირითად წინამძღვრად კი მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარება უნდა მივიჩნიოთ, რომლის კატეგორიული წინააღმდეგია ისრაელი. ზოგი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ღაზას გეგმა ტრამპისთვის ჩვეულ მოლაპარაკებათა სტრატეგიის ერთ-ერთი მაგალითია. ისე იქცევა როგორც პროფესიონალი მოკრივე, ჩხუბის დაწყებამდე მეტოქეს აშინებს და მერე საჭირო ილეთის გამოყენებით ბრძოლას უგებს. მათი აზრით, ღაზას გეგმა სწორედ რომ დაშინების მცდელობაა. ტრამპი სავარაუდოდ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს არაბულ ქვეყნებზე, რომ მათ მეტი გააკეთონ ღაზისთვის და ისრაელის მიმართ დათმობებზე წავიდნენ. ამ საკითხში ტრამპი თითქოს მართალია. გახსოვთ ალბათ, ღაზის ომის დროს ეგვიპტემ
პალესტინელებს საზღვარი არ გაუხსნა. ბევრი არაბული ქვეყანა არც ჰუმანიტარულად ეხმარებოდა მათ. ახლა ღაზის გეგმით შეშფოთებულებმა შეიძლება მართლა გაანზრიონ ხელი, მით უმეტეს რომ ღაზის გეგმის ჩაშლის გამო ტრამპი ეგვიპტესა და იორდანიას ფინანსური და სამხედრო დახმარების შეჩერებით დაემუქრა. როგორც ამერიკის მასმედია იუწყება, ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა უკვე დაიწყო ამ თემაზე აქტიური დიპლომატიური შეხვედრები. მათ ტრამპისთვის მისი გეგმის ალტერნატივის შეთავაზება სურთ, თუმცა საჯაროდ ჯერ არაფერი თქმულა. დონალდ ტრამპი ამორჩეველს შეპირდა, რომ არალეგალური მიგრაციის გამო ქვეყანაში გამოწვეულ ქაოსს ძალიან მალე მოუღებდა ბოლოს. შეპირდა და ეტყობა მართლა აპირებს სიტყვის შესრულებას. მისი ბრძანებით საიმიგრაციო სამსახური ყოველდღიურ რეიდებს აწყობს. მექსიკის საზღვარზე ჯარია გაგზავნილი. ხდება არალეგალური მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება და სხვა. ამ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა მიგრანტების საკითხზე ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით საიმიგრაციო სამსახური მიგრანტების ნაწილს გვანტანამოზე მოათავსებს. გვანტანამო ამერიკის ძველი სამხედრო ბაზაა კუბაზე, რომლის არსებობა მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, როცა იქ სამხედრო ტყვეებისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საბყრობილე განათავსეს. ციხის გარდა გვანტანამოზე მიგრაციის ცენტრი მოქმედებს, რომელიც არასდროს არ ყოფილა მთლიანად დატვირთული. ახლა ტრამპს ცენტრის გაფართოება სურს, რომელიც 30,000-მდე მიგრანტის მიღებას შესძლებს. ტრამპის გადაწყვეტილება დემოკრატებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა და კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელამ გააკრიტიკეს. თეთრი სახლის პრეზმდივანმა კეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ მიგრანტების პირველი ნაკადი უკვე გვანტანამოზეა. ასე თქვა, აღარ დავუშვებთ, რომ ამერიკა არალეგალური მიგრაციის გლობალურ კერად გადაიქცესო. გვანტანამოს შესახებ ბრძანებასთან ერთად ტრამპმა სხვა კანონსაც მოაწერა ხელი, რომელიც მიგრაციას ეხება. მას ლეიკენ-რაილის კანონი ეწოდა. ლეიკენ-რაილი 22 წლის სტუდენტი გოგონა შარშან ვენესუელელმა არალეგალურმა მიგრანტმა მოჰკლა, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახალი კანონით სამართალდამცველებს მიგრანტის დაპატიმრება მისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენებამდე შეუძლია. მიგრაციის საკითხი სალვადორის პრეზიდენტმა ბუკელემ და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც განიხილეს. სალვადორის მოქალაქეთა დაბრუნების საკითხზე ისინი პირადად შეხვდნენ ერთმანეთს. ბუკელე დათანხმდა მიგრანტების მიღებას. მისმა შემხედრმა წინადადებამ კი რუბიო სასიამოვნოდ განაცვიფრა. სალვადორის პრეზიდენტმა ამერიკიდან სხვა პოლვილების მიღებაზეც გამოთქვა მზაობა. ის მზადა ამერიკის ხელისუფლებას თავისი ციხეები დაუთმოს. ციხეების ინფრასტრუქტურა სალვადორში ძალიან კარგად არის აწყობილი. შეგახსენებთ, სალვადორი ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანა იყო მსოფლიოში. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყნის ახალგაზრდა პრეზიდენტმა თავისი მკაცრი ზომებით კრიმინალი მოსპო. დამნაშავეებისთვის მეგაციხეები ააშენა და სწორედ მათი ქირაობა შესთავაზა ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. რუბიომ ბუკელეს ჟესტი დააფასა და აღნიშნა ასეთი რამ ამერიკისთვის ბევრს არ გაუკეთებიაო. მოეწონება თუ არა ტრამპს ბუკელეს შეთავაზება ჯერჯერობით უცნობია. სათქმელია ისიც, რომ ერთი ქვეყნის ციხეების მეორისთვის მიქირავება არ ახალია. მაგალითად 2009-2016 წლებში ბელგია ნიდერლანდების ციხეს ქირაობდა. მაშინ ბელგიის ციხეები გადატანილი იყო და ეს იდეა ჰააგამ შესთავაზა ბრიუსელს. თანამედროვე გერმანიაში დაზვერვას გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური BND Bundesnachrichtendienst განაგებს, რომელიც ოფიციალურად 1956 წელს დაარსდა, თუმცა წინაპირობები გაცილებით ადრე, მე-19 საუკუნეში უნდა ვეძებოთ. ცივი ომის დროსაც და დღესაც დოიჩლანდის სადაზვერვო სამსახური მსოფლიოს პირველ ათეულში შედის, რომლის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი
ნაცისტური გერმანიის იგივე მესამე რაიხის გენერალი რაინჰარდ გელენია, რომელიც არც პოლიტიკოსი იყო და არც ნაციონალ-სოციალიზმის მიმდევარი. ის გერმანული იმპერიის წმინდა კარიერული სამხედრო პირი გახლდათ, რომლის კარიერა ჰიტლერის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 1920 წელს გერმანიის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი იყო. წარმატებით გაიარა სამხედრო ოფიცრის კარიერის ყველა საფეხური და 1939 წელს ვერმახტის, ანუ გერმანიის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ადიუტანტი გახდა. 1941 წელს გელენი ვერმახტის გენშტაბის ოფიცრების ვიწრო წრეში შედიოდა, რომლებმაც სამხედრო ოპერაცია ბარბაროსა შექმნეს. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის გერმანული კოდური სახელწოდება, იმპერატორ ფრიდრიხ პირველ ბარბაროსას სახელის მიხედვით. 1942 წელს რაინჰარდ გელენი ვერმახტის სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, რომელიც ორ ნაწილად, დასავლეთის და აღმოსავლეთის სამსახურად იყო დაყოფილი. აღმოსავლეთის კომპეტენციაში შედიოდა გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების, მათ შორის საბჭოთა კავშირის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანუ მისი სამხედრო პოტენციალის შესწავლა, გაანალიზება და საბჭოეთის წინააღმდეგ სადაზვერვო დივერსიული მოღვაწეობა. რაინჰარდ გელენი სწორედ ამ სამსახურის უფროსად დაინიშნა. გელენმა სწრაფად მოიპოვა ავტორიტეტი. მან საბჭოთა კავშირში ძლიერი აგენტურული ქსელი ჩამოაყალიბა, რომლის ერთ-ერთი აგენტი თვით საბჭოთა ნარკომი, ანუ საბჭოთა მინისტრი იყო. ცნობილი რუსი გენერლის ვლასოვის გადმობირება და რუსული გამათავისუფლებელი არმიის შექმნას მისი დამსახურება გახლდათ. ამ საქმეში გელენს გვერდით გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი სოვეტოლოგი მიხეილ ახმეტელი ედგა, რომელიც 1937-40 წლებში გერმანიაში ვანეზე ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ასევე დიდია მისი წვლილი ქართული ლეგიონის შექმნაში. რაინჰარდ გელენს ყოველთვის ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა, რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე, თუმცა მას ჰიტლერი მაინც და მაინც არ უსმენდა. ფიურერთან ერთ შეხვედრაზე გელენმა მისთვის მიუღებელი ანალიზი გააკეთა, რამაც ჰიტლერი ძალიან გააღიზიანა. მან გელენის საგიჟეში მოთავსება მოითხოვა, მაგრამ ის მთელმა გენშტაბმა დაიცვა. 1944 წელს გელენი, ისევე როგორც ვერმახტის ბევრი გენერალი, ფიქრობდა, რომ გერმანიამ ომი წააგო, მაგრამ კომუნისტური წყობის ორგანულმა მიუღებლობამ გელენსა და მის თანამოაზრეებს გადააწყვეტინა მომავალში საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში ამერიკელებსა და ინგლისელებს დახმარებოდნენ. 1945 წლის მარტში მათ აღმოსავლეთის სადაზვერვო სამსახურის მთელი არქივი ბავარიის ალპებში გადაზიდეს და 50-ზე მეტ რკინის კასრში შენახული ერთ-ერთ შახტში გადამალეს. არქივი საბჭოთა კავშირზე დაზვერვის დეტალურ ინფორმაციას, აგენტების სიასა და საიდუმლო პირებს ინახავდა. როცა წითელი არმია ბერლინს უტევდა, გელენი და მისი ჯგუფი ოჯახებთან ერთად ბავარიის ერთ-ერთ სოფელში გადასახლდნენ. დასახლებაში მალე ამერიკის ჯარი გამოჩნდა და გელენი მის თანმხლებ პირებთან ერთად დააპატიმრეს. მან ამერიკელ ოფიცერებს გაუმხილა ვინ იყო და უფროსობასთან შეხვედრა მოითხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ ის დაკითხვაზე მიიყვანეს და ამერიკის მე-12 არმიის დაზვერვის უფროს გენერალ სიბერტსა და სამხედრო კონტრდაზვერვის მეთაურს გენერალ პატერსონს წარუდგინეს. გელენმა ამერიკელ ოფიცრებს საიდუმლო გაუმხილა, რომლებიც საკუთარ თავს არ უჯერებდნენ, თუ რა ღირებული ადამიანი ჩაუვარდათ ხელში. მათ ეს ამბავი დაუყოვნებლივ აცნობეს შვეიცარიაში მყოფ ამერიკის დაზვერვის ევროპის დეპარტამენტის უფროს და მომავალში CIA-ის დირექტორს ალან დალეს, რომელმაც გელენის ნახვისა და მისი არქივის გაცნობისთანავე გერმანელი ტყვის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმ დროს ამერიკის დაზვერვა ხელახლა ყალიბდებოდა. საბჭოთა კავშირზე მათ არც ინფორმაცია ჰქონდათ და არც შესაბამისი კვალიფიკაციის აგენტები ჰყავდათ. ომის დროს პრეზიდენტი რუზველტი მოკავშირეთა მიმართ სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგი იყო. შეერთებულ შტატებში საბჭოთა კავშირზე ორიენტირებული
სადაზვერვო სამსახურები და შესაბამისი სამეცნიერო ინსტიტუტები მხოლოდ ცივი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და პირდაპირ ნადირობა დაიწყო ნიჭიერ გერმანელ ადამიანებზე. ამერიკა და საბჭოთა კავშირი ხან მოფერებით და ზოგჯერ დაშინებით ცდილობდა ცნობილი გერმანელი მეცნიერები გადმოებირებინა. მაგალითად, ამერიკაში მუშაობდა ნობელის პრემიის ლაურეატი ოტო ჰანი და ცნობილი რაკეტმშენებელი ვერნერ ფონ ბრაუნი. იგივე ვითარება იყო საბჭოთა კავშირშიც. ალან დალესი გელენთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა და ის უფროსებს წარუდგინა. გადაწყდა, რომ გელენი ამერიკის დახმარებით გერმანიაში საიდუმლო სამსახურს შექმნიდა, რომელიც საბჭოეთისა და ახალი სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ იმუშავებდა. ამერიკის მთავრობამ გელენს აბსოლუტური კარტ-ბლანში მისცა. 1946 წლის შემოდგომაზე საიდუმლო სამსახური უკვე შეუდგა მუშაობას. ახმეტელი გელენს აქაც გვერდით ედგა. სამსახურის შტაბ-ბინა მიუნხენის მახლობლად პატარა ქალაქ პულახში განთავსდა. ნაცისტების დროს აქ მესამე რაიხის ხელმძღვანელთა ოჯახებისთვის დასასვენებელი დასახლება იყო გაშენებული, რომელიც თავისი დაცვითი ნაგებობებითა და ბუნკერებით იდეალურ ადგილს წარმოადგენდა ამ საქმისთვის. 1959 წელს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა შეიქმნა, რადგან ახალ გერმანულ სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება არმია და დაზვერვა ყოლოდა, გელენის ორგანიზაცია ამერიკელების თანხმობით გერმანიის მთავრობის სასარგებლოდაც მუშაობდა. 7 წლის შემდეგ გერმანიას ნება მიეცა თავისი საკუთარი ჯარი და დაზვერვა ყოლოდა. 1956 წელს რაინჰარდ გელენის ორგანიზაცია გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურად გადაკეთდა. გელენი კი მისი პირველი უფროსი გახდა. ამერიკელებთან სიახლოვის წყალობით ის გერმანიაში ხელშეუხებელი იყო. მიხეილ ახმეტელი მის მრჩეველად დარჩა. ასე გაგრძელდა 1968 წლამდე. გერმანიის პოლიტიკოსების ახალმა თაობამ აღარ მოინდომა სადაზვერვო სამსახურის უფროსი ნაცისტური გერმანიის გენერალი ყოფილიყო და რიჰარდ გელენი პენსიაზე გაუშვა. ამჯერად ასე დავამთავროთ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ რუხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.